მარხვა მაშინ იქნება ნამდვილი მარხვა, როდესაც დაიცა ყველა გრძნობის ორგანოს ცოდვის მიერი სურვილებისგან და ფიქრებისგან. ამას რომ დავიცავთ, მაშინ ვიქნები მარხვაში, თორემ ხორცის არჭამა და ის ნაწარმისგან თავშეკავება ეს არაფერს არ მოადგენს ამ დანარჩენთან ერთად თუ არ მოიაზრება. იმიტომ რომ ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ მაგალითად ძროხები ბალახჭამი. მაშინ ძროხა ყოფილა ჩვენზე მეტად მართლმადიდებელობა. ხორცს არ აჭამს. სულ მარხვასია. ეშმა კი საერთოდ არ ჭამს. ანგელოზია დაცემული. ის საერთოდ ჩვენთან შედარებით წარმოიდგინეთ, მაშინ ამ პრინციპით თუ შევხედავთ, რაოდენ სულიერ სიმაღლეზე ყოფნა. ამიტომ გაუნება იესო ქრისტე, რომ შემავალი არ შეაგინებს კაცს. საჭმელი აგებიდან შედის და განსავალით გავალს. არამედ გამომავალი შეაგინებს გულიდან რაც გამოდის. ამიტომაც გაუნებიან წმინდა მამები, რომ ჯობია ჭამო ხორცი, ვიდრე შეჭამო ადამიანი. არ ჭამთ ხოლმე ხორცს, რომ ჭამთ ადამიანს.